გამარჯობათ, მაესტროს ეთერში თოქ-შოუ პრესის დრო დადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 1 საათის მანძილზე თქვენ ვერ ნახავთ და ვერ მოისმენთ ერთ აზრზე მდგომ ადამიანებს და მათ ერთნაირ შეხედულებებს. ბოლო დროს ქართულ შოუ-ბიზნესში ძალიან მომრავლდნენ რეპერები და გასაკვირიც არაა, რომ ისინი საკმაოდ ხშირად სტუმრობენ პრესის სტუდიას და მე შემიძლია წარმოგიდგენოთ ჩვენი დღევანდელი სტუმარი, ეს გახლავთ რეპერი ძვალი. საღამოშიდობისა და დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. ძვალი აჩიკო დაგიძახო თუ ძვალი? როგორც გაგიხარდება. კი ბატონო. მივესალმები ასევე ჩვენს პრეს გუნდსაც, რომელიც ჩვენი ბეჯითი ჟურნალისტებითაა დაკომპლექტებული, წარმატებულ დიალოგს გისურვებთ, თუმცა სანამ საუბარს დავიწყებდეთ, გავეცნოთ ჩვენი დღევანდელი სტუმრის მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს რუბრიკაში დოსიე. აჩიკო ვანიშვილი, იგივე რეპერი ძვალი. დაიბადა თბილისში 1983 წლის 31 მარტს. სხვადასხვა სკოლებში მოგზაურობის შემდეგ საბოლოოდ დაამთავრა მეორე საშუალო სკოლა. მე-7 კლასამდე იყო ხუთოსანი მოსწავლე. დადიოდა ქართულ ცეკვაზე, მხოლოდ 2 წელი ისწავლა მუსიკალურ სკოლაში, სადაც არც ისე დიდი სიამოვნებით ითვისებდა ფორტეპიანოზე დაკვრას. თინეიჯერობის პერიოდში დაინტერესდა რეპით. ამჯერად ამ ჟანრში აქტიურად მუშაობს. უყვარს ეგრეთ წოდებული ზანგური მუსიკა. საკუთარი რეპ კომპოზიციებისთვის მელოდიას და ტექსტს თავად წერს. დღესდღეობით მის არქივში 60-მდე სიმღერაა. ჩაწერილი აქვს საკმაოდ ბევრი დუეტი, მათ შორის კაბუსთან, ნინასთან, მარიამ აბდუშელიშვილთან, ნემოსთან და თიელთან. გააჩნია 2 ვიდეო კლიპი, მუშაობს მესამეზე. გარდა რეპერული მოღვაწეობისა სწავლობს ეკონომიკის ინსტიტუტში, სადაც საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. უახლოეს მომავალში გეგმავს ალბომის გამოშვებას. პარალელურად მუშაობს რუსულენოვან ალბომზე, რომელიც მოსკოვში გამოვა. ასევე მოსკოვში იგეგმება მისი საკლუბო კონცერტები. ძალიან მოკლედ, სწორედ ასე გამოიყურება ჩვენ დღევანდელი სტუმრის შემოქმედებითი ბიოგრაფია. შეგახსენებთ, რომ ჩვენ დღევანდელი სტუმარია რეპერი ძვალი და მე საუბარს დაწყებულად დავიწყებ და პირველ შეკითხვას გამოვაცხადებ, უბრალოდ და პირველ შეკითხვას ლალი ფაცია დასვამს. არატრადიციულად. ლალი ფაცია ჟურნალი თბილისელები მოგესალმებით. ლალი ფაცია ჟურნალი თბილისელები მოგესალმები. გამარჯობა. ყველაფერი სახელით იწყება და მე მაინტერესებს. არა, ვერ გავიგე საიდან. ჟურნალი თბილისელები. გასაგები. არა, მართლა ვერ გავიგე, სხვანაირად. ხო, კარგი, ნუ შევჩერდებით ეხლა დიდხანს ამაზე. ყველაფერი იწყება სახელით, ხო? ეხლა გიყურებ და მშვენიერი ფერხორციანი ბიჭი ხარ. გაძვალწყავებული ნამდვილად არ ხარ, ხო? და აი რამ გამოიწვია, რამ გაგამწარა, რატო დაერქვი ესეთი სახელი, ეს მაინტერესებს ერთი. გითხარ, ძვალი რას ნიშნავს? ეს ალბათ შოკისთვის გინდოდა თუ არა? პრინციპში ჩათვალე რომ შოკი უკვე მოახდინე, იმიტომ რომ მე მგონი შენი შემოქმედება უფრო ნაკლებად იციან, ვიდრე იციან, უფრო უკეთესად იციან, რომ შენ ხარ ძვალი. აი ძვალი და რაღაც საოცარ იმას იწვევ, რა ქვია. ყურადღებას უკვე იქცევ. მოვჩი. კი ბატონო, გასაგები შეგიძლია გასწებას. ეხლა ჩემი შემოქმედება უფრო ნაკლებად იცის თქვენი ასაკის, თქვენი წლოვანების ხალხმა, ვიდრე ის ვინც მისმენს. რა, ასე ბებერი გონი ვარ? კითხოთ რამდენი წლის ხარ თუ როგორ? კი ბატონო. რამდენი წლის? 1968 წელში ვარ დაბადებული. ხო და ეს უკვე საკმარისია. მაგრამ აქტიურ ჟურნალისტიკაში მუშაობ 10 წელი. თქვენ გინდა თქვათ რომ რეპს უსმენთ, ხო? რამდენი რეპს სიმღერა გაქვთ მოსმენილი? უსმენ მე ქართულ რეპს. ქართულ რეპს უსმენ? ლექსო არის, ლექსოს უსმენ. უსმენ კაბუს. თავიდან ბოლომდე გაქვთ რომელიმე სიმღერა მოსმენილი? ყველაფერი. და მოგწონს თქვენ რეპი? ბატონო? რეპი მოგწონს? ცუდი არ არის სხვა შორის. ცუდი რატო უნდა იყოს? მომწონს კი. ეს ლალი ფაციას სპეციალ. არა, უბრალოდ რა არის, იცით? ეხლა თქვენ სხვაგან ხართ რა, ის ხალხი თუ სხვაგანაა, ვინც მე მიცნობ. მოდი ასე გავიცავ კითხვა. მოისმინე ჩემკენ საიდან დაირქვი საერთოდ შენ სახელმწიფო. ეს სხვანაირად უნდა ეკითხა მაშინ, ეხლა მე მომისმინე მე კონკრეტულად დაირქვიო თუ ეხლა ხალხიო, ჯერო ძვალის პონჩიო, რა პონჩია, შოკიო და მე არის შემოქმედება. კარგია, მე რა გინდა, სახელი ძვალი თუ საინტერესო იქნება და იმიტომ მოусმეს ადამიანს შეცდომას ეგრე. ეგრე რო გეკითხა, ესე აღარ დავიწყებდი სხვანაირად დავიწყეთ საუბარი. რატომ დაირქვი ძვალი? მინდოდა და დავიწყე. არ მაკმაყოფილებს. ოღონდ მართლა მინდოდა და დავიწყე. რატომ? ჩონჩხი ჯობდა. შენ აქამდე სანამ აქ მოხვიდო. ჩონჩხი არ ჯობდა უკეთესი იყო. ჩონჩხი შენთვის ჯობდა ალბათ.
რა ვიცი, მე უკვე სხვა სახელს დავირქმევდი შესაძლოა. შენ სხვა სახელს დაიგო, მე მოიცა ძალიან აგრესიულად დავიწყეთ საუბარი. თავიდან დავიწყეთ ყველაფერი. აი მართლა მინდოდა და ერთი წუთი დამშვიდით რა. ლალი, ძვალი გაჩერეთ ერთი წუთი. საღამო მშვიდობის ეთერშია თოქშოუ. პრესპრესი და პირველ შეკითხვას დასვამს ლალი პატია. თავიდან დაიწყე ლალი. თავიდან, აბა. რატო დავიწყო კითხვა დასმულია, ჩემო კარგო, რატო დავსვა მეორე? კითხვა თუ რამე კითხვას თუ დამისმე, ხო? ხო. ზედმეტი არც ერთ არ მოვიდეს, არც არ მომივიდა, აი პირდაპირ დამისვით კითხვა და მივიდეთ პირდაპირ პასუხს. პირდაპირ დაგისვით კითხვა, რა? აი არ ჯობდა და ერთი წუთი ლალი. ზედრა ხო არ ჯობდა. აჩიკო, მაშინ მითხარი რატო გაგანერვიულა ამ შეკითხვამ შენ ასე ძალიან? არა, იმიტომ მე ამ შეკითხვამ კი არ გამანერვიულა, შეკითხვის ფორმამ გამანერვიულა. რა ფორმა იყო ასეთი მითხარი? სიცილი. მე ვიცი რა ფორმა იყო ლალი. თქვენ რა ხიათ ლალი, ხო? მე ლალი კი ბატონო. მამუკა რატო არ ხიათ? მე მირჩევნია მამუკა. იმიტომ რომ ქალი ვარ, ჩემო კარგო. მე რა? მე როგორ მე რა? და იმიტომ არ ჩონჩი. არ პასუხობ, ეხლა საერთოდ სხვაგან ხარ. კარგი, მოდი, აი რატო არ ხიათ? იამზე რატო არ? ძვალი. ერთი წუთით ლუკა, თუ შეიძლება მე მაინტერესებს. რატომ დაირქვით ერთი დამარქვეს. ერთი წუთი. მეც დამარქვეს მე მინდა გარქვა, ვინ? ხალხმა, ვინ ხალხმა? ხო. მნაგასტრადალი სომეხმა ხალხმა. კარგი, გაეცა შეკითხვას პასუხი. საგვარისია? ძალიან სლაბი ხარ რა. ძალიან სლაბი ხარ. ლალი. ლერელი კი ხარ, მაგრამ სლაბი. ლალი. არა, ცხოვრებას მოყარას ვიზოთ რა. ცხოვრება თვითონ სლაბი თორე. მე რა. მე არ მეგონა თუ დღეს რამე გამახალისებდა, მაგრამ მოახერხე. გახალისებდა. ვინი ტელეკომპანიებზე ანონსები. მე ჩემი მოსაზრება მაქვს ძვალმა რატომ ძვალი შეიძლება თუნდაც თავისი ვოკალური მონაცემების გამო როგორც რეპავს ცოტაც ძვალებილში ატანს ხო მისი ხმა ეს ექსტრავაგანტულია საინტერესო სხვადასხვა მინდა გითხრა ძვალი შენ საყურადღებო და სხვა აქ ადრე მოსული და შემდგომ მომსვლელი სტუმრების საყურადღებოდ რომ ჩვენ გვაქვს მოსმენილი ქართული რეპიც, ქართული როკიც, ქართული ბლუზის და არა მარტო შენ მოისმენის ფაილი არ ქონა იქ რო იჯექი. ხო, მაგრამ სხვა გზა სადაც ქონდა იქაც usmen. იქაც usmen. კი, ჩვენ ბევრ ამას usment რომ იცოდეთ, არა ვართ ის რომ მარტო ფურცელზე და კალამზე ვიყოთ დამოკიდებული. ეს ისე სხვების საყურადღებოდაც ორ კომპაქტ დისკზე მეტი გვაქვს მოსმენილი. ეხლა რაც შეეხება კითხვას, პირველი პატარა კითხვა და შემდეგ უკვე შემდეგ დიდი კითხვა. ხარ თუ არა თვითკრიტიკული? თვითკრიტიკული ვარ, მაგრამ ჩემ თავთან. სხვებთან არ ვაკრიტიკებ, ჩემ თავს არ არის. ესე იგი რაღაც შემდეგ კითხვაზე შეიძლება არ გამცე პასუხი ზუსტად. შეიძლება გაგცე, შეიძლება არა, როგორც მინდება ისე. ძვალი მე მახსოვს შენი შემოქმედება გუწი-გუწიდან დაწყებული ლაივში როგორც რეპავდიო რადიო ეთერში და საკმაოდ ექსტრავაგანტულად მეჩვენებოდა. ახალი სიტყვა იყო ჩემთვის პირადად, მაგრამ ძვალი როგორც ასეთი არ იყო პოპულარული შოუ ბიზნესში, არ იყო პოპულარული ფართო მასაში, ძვალი იყო პოპულარული და ერთგვარი ლიუბიმჩიკი, რუსულ ტერმინოლოგიას გამოვიყენებ, რეპის მელომანებში და ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რეპერი იყო ძვალი, ცხოვრების ჯარისკაცები და ასე შემდეგ. ძვალმა გამოიყენა შემდეგ შოუ ბიზნესის ერთგვარი ფანდი და ჩაწერა დუეტი რამაც მოუტანა მას დიდი წარმატება. ეს იყო დუეტი მარიამ აბდუშელიშვილთან, რომელზეც გაკეთდა კლიპი და აქედან დაიწყო გავითვალისწინებთ კი აგნესასთან. მეტნაკლებად მანამდეც მისმა. კი, მაგრამ ისე არა, ოსტოში იმ კიბეზე არ იყავი ასული, აგნესასთან ქონდა ბექი, პლაშკაზე არ ეწერე და ამიტომ ბექად მიიჩნევა ის რაც პლაშკაზე არ წერია და შემდეგ უკვე მეორე ვის აგნესასთან? ხო, მე მგონი რეპავ ხო თუ არ ვწდები კლიპში? რავი, არ მახსოვს. არ გახსოვს? რა მნიშვნელობა აქვს მე კითხვა? ხო და მაინტერესებს იცით რა, ერთი რაღაც მინდა თქვენ შევიდა გააგრძელე. მეორე დუეტი. თქვენ ბეკებს საერთოდ სხვა რაღაცას რო ეძახით, თქვენ ხვდებით? რატო ეძახით სხვა რაღაცას? ბეკი რა არის, აბა? ბეკი არის ყველაფერი ის ჩემთვის რაც კლიპში პლაშკაზე არის წერილი. აი მერი ჯეი ბლაიჯის ეხა და მეთოდმენის ნახეთ კლიპი? კი, მერე. აი იქ რომ მეთოდმენი რეპავს ის ბეკია შენი აზრით? ის ბეკი იცი რომელია? თავიდან რო იწყება სიმღერა და რო აკეთებს ფავდედი რაღაც აიგა ბეკი, მაგრამ როცა გომართელის ტექსტში სიმღერაში როგორ შეიძლება ბეკი დაარქვათ, როცა იმაზე მეტი ტექსტი მე მაქვს. თხადია მიკროფონში? რა რატო არ არის? რატო არ აღინიშნა? რატო არ წერია მაშინ? გვალთან ერთად მღერის და არა რავი რაღაც მოხდა. მეთოდმენში და მერიჯი ბლაიჯის კლიპში წერია. არა მარტო მერიჯი ბლაიჯი წერება დასფიცო რა ასფია იქ იწერება მეთოდმენი?
მაგრამ ის ბეკი არ არის, მე მთხოვეს, მე არც მინდოდა ეს დუეტივით არისო რა ჩანას. ჩემი კითხვა ჩაფიქრებული უბრალოდ სიმღერას უხდებოდა რა მე. ჩემი კითხვა სულ არაში მდგომარეობს ძვალი. მე ბეკებზე არ ვამახვილებდი ყურადღებას. მეც მიმიღია რაღაცაში. ბეკი მონაწილეობა და კარგია ბეკი. არ არის. რეპ პარტია ეს, დაიმახსოვრე, ბეკი არ ქვია ამას. მაგრამ ბეკ პარტია მაინც. ბეკ პარტია? კი, სოლო არ არის. სოლო არ არის? ხო. შენ აპონჩი უსმენ სიმღერას და პახუც სიმღერა ხო არა გაქვს? მაყურებელი აღიქვას ამას როგორც აგნესას კლიპს და არა ძვალის კლიპს. არ არის პრობლემა, იმიტომ რომ ეს მომისმენ, ეს სიმღერა სჭირდებოდა, მიხვდი? მაგრამ ეს ბეკი არაა. მე სულ სხვა კითხვა დასვი და გავხსნა. რა იყო ძვალის მინუსი? ძვალის მინუსი რაში მდგომარეობდა? მის შემოქმედებაში, რომ მან ვერ მიაღწია შოუ ბიზნესში დიდ წარმატებას თავისი სოლო სიმღერებით. დაჭირდა ერთი დუეტი, ძალიან მაგარი დუეტი, მართლა უთორო ჩაგერთო, იქ იქნებოდა ეს კლიპი მარიამ აბდუშელიშვილი ერთად. დაჭირდა და ეხლა დაჭირდა მეორე დუეტი, კრისტინა და ეს ახალწლო იყო გაკეთებული და ეხლა უკვე შენ ფაქტურად შენი სოლო სიმღერით უკვე ცნობილი ხარ და საკმაოდ კიბეზე ხარ. არა, ეხლა რა მანდ ეს რა იყო? შენ რა გონია, აქედან ვისი ხარჯზე იყო ეს კრისტინე და ისო თუ რაო? ანუ ხარჯს მეკითხები, იმათ ხარჯზე გავხსნა პოპულარობა, რა თქმა უნდა, მოხდა მაგათან ერთად. ხო, ახლა მე ჩემს საგიხსნი, გინდა? და საერთოდ რა, ჩემი თვითონ შემოქმედება და მე რასაც ვაკეთებდი, ის არავის არ ქონდა მოსმენილი რა. მე როცა რაღაც გავაკეთე და ვიღაცა მოისმინა, მარიამ აბდუშელიშვილი ცნობილი იყო? მარიამ აბდუშელიშვილი ცნობილი იყო საკმაოდ, მისი კლიპი ტრიალებდა გემპეის მეორე მე უფრო ცნობილი ვიყავი თუ მარიამ აბდუშელიშვილი? მარიამ აბდუშელიშვილი რა თქმა უნდა ძვალი. შენ სხვაგან ცხოვრობ. არა, არ ვცხოვრობ. რა უნელი ხარ? ეხლა ვარ კეთილში ვცხოვრობ ამჟამად, მაგრამ ბავშვები ცხოვრება საბურთალოზე მაგატარებული და პლეხარებს. ხო და არ ვარ სხვაგან მინდა გითხრა, იმიტომ რომ შეიძლება მე რატო ხარ იცი სხვაგან გინდა გითხრა? იმიტომ რომ მარიამ აბდუშელიშვილის კლიპი არ ტრიალებდა. სახშიედოთ ის კლიპი, სანამ ჩემი გამოვიდა და მანამდე რაღაცები მქონდა მე ჩაწერილი. რომ უფრო გითხრა რომ ის კლიპი უფრო თქვენი დუეტი უფრო ადრე გამოვიდა, ვიდრე მარიამ აბდუშელიშვილი პირველი კლიპი, რომელიც თეატր სტუდია მოდინახეშია ნაწილობრივ გადაღებული. სად არის? თეატր სტუდია მოდინახეში. არ ვიცი ხა რომელ კლიპზე მელაპარაკე, მე ხაერდანო ნანახი. საკმაოდ პატარაა იქ ასაკი მარიამ აბდუშელიშვილი. რომელ კლიპზე მეუნე? ეს ქუჩაში რომ მიდის თუ რაღაც? ქუჩაში დგას, ხო? ხო, მაგაზე მეუნები? და მაქსიმალურად მარიამ აბდუშელიშვილი იყო პოპულარული ჩენზე, ხო? ხო, არ იყო პოპულარული? შენ იყავი პოპულარული? გეუბნები არ ცხოვრობ სხვაგან. რა შეიძლება შენ ხარ უფრო სხვაგან, ეხლა ვიდრე ჩვენ, იმიტომ რომ შენ იყავი პოპულარული მარტო ვიწრო წრეში, აი რეპ მე მომისმინე, აი ზუსტად ეგაა რა. მე ვიწრო წრეში ხო ვიყავი. მე არ ვაკეთებდი იმას, დავუშვათ სიმღერა არც ვაპირებდი ესეთ სერიოზ, აი საერთოდ არ შენ ეს თვითმისნად არ ქონდა დასახვა რა. მე ვაკეთებდი იმას, რაც მე მომწონდა. ანუ მე არ გამქონდა ეს სიმღერა, იქით არ მიმქონდა, აქეთ არ ამქონდა ისე რადიოში, არცად არ ტრიალებდა. არც კლიპს ვიღებდი არაფერი რა. ეს ვინც იცოდა რა რეპში საერთოდ. ვინც რეპს უსმენდა, იმან იცოდა ისე ახლობლებიდან და იმათგან, რა თორე ისი არ იყო ცნობილი მე. თუ შეიძლება ჩავერთვებ სხვაგან ცხოვრობ, რას ქვეხავ? აქ უბნების უპირატესობა? აუ გამარკვიე რა, ეხ თუ შეიძლება. მე ცალკე გაგარკვე. არა, აქვე მინდა რა. ვერა და ვაკე და რამე? მე მგონი უბნები არ ჩვენ დღეს და საერთოდ აზრი აქვს ამაზე საუბარი. გაცილებული ვარ და მაგ. თუ გაცილებული როგორ ხარ? ამე ანუ თუ შეიძლება კითხვა დასვით და ასეთი გვერდული თემები ერთ-ერთ გარეთ გავაგზავნოთ. იმიტომ რომ როგორ ფიქრობ აქ ჩვენთან საქართველოში ყველგან ერთი და იგივე რაღაც პროდუქტი ტრიალებს რა, იგივე თუნდაც მუსიკა. აუ ეს პროსტო რა მნიშვნელობა აქვს? ხო არა, მე პროსტო ვიკითხე რა. ჩემ მოვალება კითხე და შენი ფარ ასუსმენ თქო მაგ ვარიანტში რა თუნდაც საცხოვრობ. შენც გისმენთ ამას არ აქვს საჭირო მნიშვნელობა შეიძლება გარემოში ცხოვრობ და მაგრამ მუსიკას უსმენდე. მე ვესვე ესეთი. შემდეგი კითხვა დასვი. შეიძლება კითხე. მე რატომღაც დაბეჭირებული ჩემ კითხვას მაინც არ გაეცა პასუხი. რა გინდა მითხარი? ვერ გავი. რა იყო? ძვალის შემოქმედებაში რა იყო მინუსი? რომ მას სოლო სიმღერები არ გამქონდა ხო, ვერ უნდა მიხდე. არ გამქონდა, მეტი არაფერი. ხო, არ იყო ხო. და ეხლა დუეტება რომ გაამართლა, ეხლა გაქვს სურვილი რომ გამო. არა, მე ისედაც მქონდა გეგმაში, მაგრამ შესაძლებლობა არ მქონდა, ანუ. შესაძლებლობა. ხო, აი მაინტერესებდა, მე არაფერი იქ გართულება და სხვაგან ცხოვრობ არ არის რა. მე ძალიან კარგი იქნება. სხვათა შორის მომისმენთ ერთი წუთი უკაცრავად. სხვათა შორის არც მე არ ვაპირებდი. ლალი უკაცრავად, ლალი მე როცა ვსაუბრობ უნდა მომისმინო. ძალიან კარგი იქნება თუ კი დღევანდელი საუბარი აი ასე ხვაურიანად არ შეავლის, რადგან ეთერში ფაქტურად თქვენი საუბარი არ ისმის, რადგან ერთმანეთს არ უსმენთ, კითხვის დამთავრებას და პასუხის დამთავრებას არ ასწლით.
და ასე არ შეიძლება და იმედი მაქვს მუშტიკრიფში არ გადავა ეს საუბარი და მოусმინეს თუ შეიძლება ერთმანეთს როდესაც კითხავს სვამთ ან პასუხს სცემთ და დასვეხებ შემდეგ კითხვა. კი. მე რატომ გოც დაბეჭდილება მრჩება რომ ჩვენ ყველა ერთად ვცხოვრობ და შენ სადღაც სხვა განზომილებაში ხარ. მე არ ვიცი შეიძლება ეს იმის ბრალია რომ ჩვენ ბევრი სკოლები არ გამოგვიცვლია და ერთ სკოლაში შევედით დავამთავრეთ მე უმაღლესი და ასე შემდეგ. მე არ ვიცი ეს რისი ბრალია, მაგრამ მე მაქვს ერთი კითხვა, ალბათ ვინის კითხვის გაგრძელება იქნება და იმედია არ მეჩხუბები. რეპ კულტურა საქართველოში დამკვიდრდა, ხო? ნუ შენ არ ვიცი ჩვენ შეიძლება დაარქვა რომ დამკვიდრდა. ხო, ნუ მეტნაკლებად დღეს უფრო პოპულარულია ვიდრე იყო, მაგრამ შენ მაინც არ ხარ იმ სიმაღლეზე, როგორზეც არიან დღეს ლექსენი, კაბუ, შავი პრინცი and so on. რატო? მაგის პასუხი ვიცოდი და დამავიწყდა. ხალხი არა, რატო? ხალხი არის, რომელსაც ის მოსწონს, არის ხალხი, რომელსაც ხალხი არ არის. მე და საერთოდ ამობ თლიან ჯამში. პოპულარულია რა. მე რა, ის რამდენი ხანია ის მოღვაწეობს? ანუ შენ დროს რატო ლექსები ვერ არა შენ 60-მდე სიმღერა გაქვს და შეიძლება ლექსს არ თქოს ჩაწერილი კი არა მაქვს მომისმინე რაღაცას რო გაეცნობი ხოლმე ბოლომდე გაიგე ჩაწერილი აბა როგორ აქვს ჩაწერილი სხვა არის ჩაწერილი სხვა არის გამოცემული სხვა არის თუნდაც დაწერილი შენ ამბობ რომ ძალიან დიდი ხარ აი ვინი დიდი მადლობა ვინის იმისთვის რომ რაღაც შენი პრეისტორია გაგვაცნო თურმე ძალიან დიდი ხანია მოღვაწეო მიუხედავად იმისა რომ 93 წელს ხარ დაბადებული და მე ვიტყვი რომ ლექსო 3 წელი არენაზე გამოვიდა მაგრამ მოხსნა ყველანაირი რეკორდი ხო შენ რატო ვერ შეძელი ეს მე რატო ვერ შეძელი ამ კითხვაზე პასუხის მოფიქრება არა ლექსოც იყო ძვალს აქვს რამდენიმე წუთი რადგან გადაცემაში რეკლამის დრო რა დროს დამიჩერი არ შეიძლება მაშასე ჩვენ დაბრუნდით ეთერში თოქ-შოუ პრეს-პრესი დღეს ჩვენი სტუმარია რეპერი ძვალი და ჩვენ საუბარი თავიდანვე ძალიან ხმაურიანად წარიმართა ნახოთ როგორ გაგრძელდება მომავალში ხატია თუ შეგიძლია ძალიან მოკლედ გაიმეორო კიდევ ერთხელ ხო თორე აღარ მახსოვს კიდევ ერთხელ მაინტერესებს მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდი ხანია თურმე ამ სფეროში მოღვაწეობ და ძალიან ბევრი სიმღერა გაქვს ჩაწერილი და მე როგორც დავინახე დაწერილი და როგორც მე ვიგზენი ბეკ ვოკალში დგომა შენთვის არაპრესტიჟულიც არის თუმცა აქვე ვიტყვი რომ ჯეილოც კი ბეკ ვოკალში იდგა ჯერ კიდევ ჯენა ჯექსონის და იქიდან დაიწყო კარიერა ასე რომ არა ჯერ ბეკებში იდგა და ერთ კლიპშიც ეკვა ჯეილო არ ვაიტერეს საქართველოში კარგი არა მე გისურვებ მე ასეთ წარმატებას მაინც მისასაც მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგი იქნება შენთვის და მაინტერესებს უბრალოდ მიუხედავად შენ ესეთი ფართო მოღვაწეობისა რატო არ ვარ მე ისეთი პოპულარული როგორიც არის ლექსენი აი რატომ არ დგახარ ლექსენის და კაბუს სიმაღლეზე რატო სვა ისეთ შეკითხვას რომლის პასუხი შენ თვითონაც იცი და ყველამ კარგად იცი მე მინდა შენგან გავიგო ელემენტარული კითხვა ხო შეგიძლია რომ მიხვდე რატო არ ვიცი ხო ის არის იცი არა რატო პრომოუშენ ხო გაგიგია რა პრომოუშენი კაბუს რა პრომოუშენი ქონდა რა ქონდა? კლიპი ქონდა და კარგი სიმღერები. მიკროფონი და გავაგზავნოთ. კაბუ პრომოუშენი არ ქონდა? კაბუ პირველი რეპერი იყო, რომელიც აი რომ კაბუ როდიდან იყო იცი გახაჩული და ეხლა როდიდან? კაბუმდე სხვა იყო. კაბუმდე რეპერი. შავი პრინცი. რეპერი იყო, მაგრამ არ იყო კაბუ. არავინ არ იცნობდა. შავი პრინცი გაიცნეს აქ 90 ხო და რაღაცაერად ხო გააცნო საზოგადოებას თავი და შენ რატომ არ ვფიქრობ ამას? მაინც და მაინც სხვების ხარჯზე უნდა გახდე პოპულარული ანუ თუნდაც ეხლა ლექსენის რამდენი კლიპი იცის მსმენელმა? ბევრი ძალიან 400 ხო? კაბუს რამდენი სიმღერა იცის? კაბუს მე გეტყვი მე მგონი დამიჯერება. შავი პრინცი რამდენი κλიპი იცის? კლიპზე ჩემი რამდენი იცის? რატო არ ადარებს? არა, კლიპზე არ არის საუბარი. მე რადიოში მუშაობ და მე მგონი კომპეტენტური ვარ. ხო ხა ისე შეკითხვას მეუბნები, რატო არ ხარ პოპულარული? იმიტომ რომ არ გამიკეთები, არ გადმომიცი, არ გადამიცია ხალხისთვის ის, რითიც მე პოპულარული უნდა გავხდე. და რატო? მაგის პასუხი ვიცოდი. რავი, აი ალბათ ახლა გავაკეთებ მალე რა. არ მეჩქარება ანუ. ანუ წინ გაქვს შენი კარიერა ეს და როგორ ფიქრობ აი მაინც შენი პროგნოზი მაინტერესებს კაბუ და ლექსენის დონემდე მიხვალ საზოგადოებისთვის კი როდის მივალ მალე რავი მივალ რა გავაკეთებ ჩემსაც და მივალ ვიღაც აი რა არის იმან მე როცა ვიღაც მომწონს ხო ჩემ მე ხარ ისეთი მომღერალი მომწონს ელემენტარული რომ აი ხა თქვენ რომ მოგასმენინოთ შეიძლება გაიქცეთ აქედან აი ვერ მოусმენთ რა მიხვდით და ის რეპში თუნდაც აი დღესდღეობითაც ხო დგას ბევრზე დაბლა ბევრ რეპერზე დაბლა მაგრამ ჩემთვის დგას ის ყველაზე მაგარი შეიძლება დაასახელო არის ხალხი რომ გაგვაქცევს აქედან ვინ არის აი მისტიკალია ონიქსია არის მილიარდი ბევრია რომ მომწონდა არ არიან ისეთი ცნობილები ხო მისტიკალი კიდე არის ცნობილი მაგრამ ონიქსი ხო დაიწყო და აი ზოგს ვისაც მოსწონს ახლა ძალიან მაგრამ მოსწონს და ყველას ურჩევნია მაგრამ არის ისეთი რომ
დავშვით მე მომწონს ეს, ხო? ხატიას მოსწონს სხვა, თქვენ მოგწონს სხვა, ხო? და თქვენთვის ის არის ყველაზე მაგარი რა ელემენტარული და ესეთი ხალხი, ვინც არ იცის დაუშვათ მე რაც მომწონს და ბევრმა რომ მოისმინოს, ხო, ჩემი. შეიძლება იმ დონეზე და იმაზე მაღლაც დავდო. არა, მე ერთ რამას გეტყვი. მე ხლა ლექსენის დამცველად არ მინდა მოვევლინო საზოგადოებას, უბრალოდ გეტყვი, ლექსო სანამ გახდებოდა მამუკა ღლონტი სანამ გახდებოდა ლექსენის პროდიუსერი, ლექსოს სიმღერების მოსმენის საშუალება საზოგადოებას მიეცა Fortuna Plus-ის ეთერში. ანუ მამუკა ღლონტმაც ლექსო იპოვა უკვე Fortuna Plus-ში. ანუ კლიპი არ არის მთავარი რა. აი მე გიყვები და ასე გეცოდინე. Fortuna Plus, ხო? ანუ ეგ რომე ხო, ანუ რადიო ხო და რომელი აღარ 2 წელია, სულ 2 წელია. 2 წლის წინ იყო, ხო ეგ რადიოში, როდესაც საქართველოს აი Fortuna Plus ლექსენი დაატრიალა პირველი იყო ხო რეპერი ვის დაატრიალა Fortuna Plus. შენ გეცოდინება აი. შავი პრინცი. შავი პრინცი ატრიალებდა? რა თქმა უნდა, ყველას ატრიალებდა, ვინც მისაღები იყო. ანუ მე არ ვიცი ხა მთელი ეგ ისტორიები და რაც არის შემიძლია პასუხი შენ ვერ გაქვს. კლიპი არ არის მთავარი იმისთვის რომ როგორ არ არის? კლიპი რა არის ხო? მოსმენა. მომისმინე ერთი წამ კლიპი რა არის? რა არის? რეკლამა ხო არის? შენი რეკლამა. პროდუქცია შექმენი იმისთვის რომ ვიღაცა დაინტერესდეს და მე მაცალე რა ჯერ არ დამიწყია და იმიტომ გეუბნები რომ ვაკეთებ თქო რაცაო და გამოუშვა და მე ვნახოთ მე დამისი ეკითხა რატო არ ხარ მაგას გეუბნები ხარ პოტენციური რეპერი ისეთი რომ გახდე პოპულარული ანუ გეკვა სამომავლოდ გისურვებ გასაგებია შემდეგ კითხვა ლიზა ინტერნეტ რადიო სანეტი ცოტა არ იყო საჩიკო ზედმეტად ამბიციური მეჩვენები და მე მგონი ყველას და აგრესიულიც ხო პრინციპში ეს არის ხოლო დისკუსია და არავინ არ მოსულა აგრესიით გავჩერდა. ვიცი ხა როგორი ვარ? აი ესეთი ვარ, მართლა ესეთი ვარ სულ. ძალიან ცუდი. იმიტომ რომ როდესაც მიგიხარ ტელევიზიაში პირდაპირ ეთერში და მოემზადო ფსიქოლოგიურად მაინც და შეიძლება სახში გიყვარდეს შიშველი სიარული, მაგრამ როდესაც გადიხარ ქუჩაში უნდა ჩაიცვა. კარგი, ლიზა, მოდი დიდაქტიკურ მოტივებს დავანებოს თავი და გადავიდეთ შეკითხვებს. ერთი ლუკა მაკა და ახლა კიდე მეორე რა. ორი, დედა ლუკა რო წავიღო. კარგი. აჩიკო მე მახსოვს ზაფხულში ბოლო მაესტროს ბოლო ეთერი პირველ სტერეოზე ეს იყო ზაფხული ივნისის თვე და იყო ქეთი გომართელი და როდესაც მე ქეთის დავსვი ესეთი კითხვა რომ ქეთი შენ ჩაწერე ნუ არ ვიცი ხა არ დავიწყებთ ამაზე კამაც ეს იყო ბექი თუ ეს იყო დუეტი ჩემთვის ეს იყო დუეტი ხო იმიტომ რომ მე უსმენდი Fortuna Plus-ში ამ სიმღერას და გზნობდი რომ ეს არის დუეტი ძვალის და ქეთი გომართელის არ ვიცი თვითონ ამბობს რომ ეს მისი სიმღერა უბრალოდ არა თავისი სიმღერაა მართლა ეხა ხო არ აქვს მნიშვნელობა მაშინ მე როდესაც ქეთის დავსვი აი ძვალზე რომ ეს რაღაც პოპულარული ხერხი გამოიყენე რომ რეპერი ღერის და ეს არის ძვალი ესე იგი აი გადაგორდა ყველა სიცილისგან აი უბრალოდ კოტრიალობდნენ და ეს იყო საშა კაცმენ და ვინი თუ არ ვცდები რომ ვაიმე ვინო ძვალიო კვალიო ძაღლიო ნუ არ ვიცი ჩვარიო და რა ძალიან გაეცინათ და ცოტა ის გაიცი ქეთი გომართელს არა ჟურნალისტებს საუბარს გაიცინა ჟურნალისტებს გახსოვთ ის გადაცემა ვინი შენ იყავი და საშა ზაროცა აი მახსოვს გაიცინოდით ნუ პროვოკატორი ვარ ხო ანუ ძვალი ეს იყო ვინ არის საერთოდ ძვალი არც ვიცით მე ჩავარდი ცოტა უხერხო მდგომარეობაში რომ შეცვა ხო არა კი არ შემცხო რომ მეთქი რომ რაღაც თითქოს ვიცი რომ არის ესეთი დამწყები ნიჭიერი რეპერი და რატო გაუკვირდათ ყველას რომ ეს ხო ნუ არის გასაკვირია ძვალსო გაიგებენ მომისმენ ყველას რა ხდება აჩიკო მე შენი შემოქმედება ვიცი აი ჯგუფში ხებში რომ ვღეროდი ჯგუფში იყო სიმღერები თვითონ აჩიკო დაამთავროს ხო შეკითხვა და მე არა შემოქმედება ვიციო და რა თქმა ლიზა დაამთავრე შენ კიდე რადიო აუდიენციაში მუშაობდი და მამუკა ბერიკა იყო ჯგუფ შხეფის მენეჯერი მამუკას მოქონდა სიმღერები შხეფის ჩვენ ვატრიალებდით ძალიან იშვიათად მაგრამ ვატრიალებთ აუდიენციაში და შხეფი იყო 3 წევრისგან 4-ისგან აღარ მომი 3-ს ხედავდი ხოლმე ერთ-ერთი იყავი შენ იყო ესე თუ არა კი ამიტომ შეიძლება ითქვას რომ შხეფი იყო ერთი პირველი ეტაპი შეიძლება ხო ნუ პირველი ნუ მეორე უფრო, მაგრამ პირველი. ნუ მაშინ ეს იყო ძალიან მძიმე მუსიკა ჩვენი საზოგადოებისთვის და ამ რადიო სადგურისთვისაც და რაღაც თქვენი საქმე მან და მაინც არ წავიდა კარგად და შემდეგ საერთოდ დაიშალა. მაშინ იყო ჩვენ გავჩერდით თქო წავიდა მაშინ ჩვენი საქმე ძალიან კარგად. ხო, ნუ არც პოპულარულები იყავით, მან და მაინც იმიტომ რომ სახეზე უფრო დიდი ის იყო და ქუჩის ბიჭები მაშინ. სახე არ იყო მაშინ უკვე დაშლილი იყო.
არა, სახე იყო. სახე იყო. და ქუჩის ბიჭებიც უკვე აქტიურად მოღვაწეობდნენ და ასე შემდეგ. ანუ შეხება თავისი ადგილი ვერ იპოვა ფაქტია. ნუ შეიძლება შენ მაშინ იყავი ძალიან ახალგაზრდა და ნუ გავიდა წლები და აგერ გამოჩდი. მე რა მინდა გითხრა, იცი რომ აი ნახევარი წლის წინ თუ ყველას ეცინებოდა ვინ არის ძვალი და რა არის. დღეს მაგალითად ინტერნეტში ფორუმებზე უკვე არის განხილვა, ვინ არის ყველაზე პოპულარული რეპერი და მე ძალიან გამიკვირდა კიდევაც, როდესაც ჩამონათვალში ლექსენი, კაბუ და შავი პრინცი მეოთხე ნომრად იყავი შენ, ძვალი. ანუ შენ ახალგაზრდობა გაღიარებს როგორც რეპერს და მე ვთვლი რომ შენი ნამდვილად დიდი წარმატებაა და იმასაც გეტყვი რომ რადიო ჯიზე, რადიო სანეტის პლეილისტებში ძალიან დიდი მოთხოვნით სარგებლობს შენი სიმღერა, არაერთი თანაც. ანუ ესე იგი ისეთი აგრესიული იყო ძვალი რომ ლიზაც კი და არა ეს მხოლოდ შესავალია მაგრამ იგივე ამ შენ მსმენელს აქვს ძალიან ბევრი პრეტენზია შენი მისაბართით მე რა თქმა უნდა ეხლა ყვილებს ამიკითხოს თავის დაწერილია ეხლა გადაცემს არა თავის დაწერილი არ არის ინტერნეტში შეგიძლია შეხვიდე და გაეცნო შენ სამ სულელებს ლაპარაკობ და თვითონ გაიგე ესე იგი უსმენდი სიმღერებს შენ სიმღერებს ჩემო კარგო და შენ საერთოდ შეთვითონ წერ ტექსტებს და მუსიკას კი ლიზა წაიკითხე ხო არა ნუ ესე იტყუება რომ იცოდეთ იმიტომ რომ ნამდვილად არ არის მისი მუსიკა ვაიმე რა მუსიკა ამ მუსიკას ეხავწევთ ხო ჩემსაში მე ხო და ლევანი მიკეთებს ჩიჩვა თიელი და იქ შე რაც გაქვს ინტერნეტში ბოლო ერთი თვეა თუ ბოლო ორი თვეა ვინ მოგცა უფლება რომ ჩემი სიმღერების ანეტის რადიოში შეიტანეთ შედაგებიდან დავეცოთ ვინ მოგცა უფლება ვიჩივლე ვიჩივლე კაი გადავდივართ შენ შემოქმედებაზე გადავდივართ შენ შემოქმედებაზე თუ არ გინდა მე მგონი ეშინია რისი მეშინია მითხარე თავდასხმა ყველაზე თავდაცვაო აი ეს ჭირსაჭი იმდენად შეშინებულია რომ ახლა მის შემოქმედებას გავიგე ლიზა მოდი დავანებო საუბარს თავიდან დასვი კითხვა ხო ლიზა მე მოუთმენად ველოდები შენ კითხვას დასვი მოჩლა აჩიკო რამდენი ჟურნალისტებო ამ პატარა ბიჭმა რა მოგრა აჩიკო რამდენი წლის ხარ რომ ასე წეში ჩავარდით ლიზა კითხვა დასვი თუ შეიძლება კითხვას არ სვამ ლიზა ეს დააწყლა ინფანტილურია აშკარად ჩამორჩენილია ანუ სადღაც 16 წლის ასაკში ხარ ჯერჯერობით გაჩერებული ლიზა დავანებო თავი აი შეურაცხყოფ საუბარს და დასვი კითხვა ეხლა კითხვა ლუკა თუ შენც გაჩერდები და აჩიკოს დავსვა თუ ორივე ილაპარაკებთ ვერ დავსვა აი მითხარი რა დაამთავრებინე საგინდა კარგი სიმღერა ავტორი ძვალი სიმღერა ჩემი გზა ჩემი გზა ამაზურე რა სრულ ინფორმაციებია რა აქვს ეგეთი სიმღერა არა გეშლები მაგრამ ჩემი გზა წავიდეთ ერთად მოვისმინოთ წავოდი ხო ჩემი გზა მღერის ძვალი ასრულებს თავის საავტორო სიმღერას რა ჩემი გზა პირველად მესმის სიმღერა ვინ მოგატყუა და მოდი ამას ეხლა მეუბნება რომ ხალხმა გამომიგზავნა შენი სიმღერებიო და რაღაცა გამომიგზავნა და გითხრეს ალბათ ძვალია თქო მომისმინე შენ შეგონია მე შენ ხმას ვერ ვანსხვავებ შენ როგორ დაარქვია ამ სიმღერას არის სახელმწიფო შეიძლება ჩემი გზა რა არის არ ვიცი ეგეთი my way არა აშენი კიდე რა კარგი ეხლა მივხვდები რომელ სიმღერაზეა საუბარი აბა ტექსტი რო წავიგე სახელია მაშინ არასწორად გიწერეს თუ ტექსტი ჩემი არა სახელი შეიძლება არასწორია დაგიკითხე რა წერია მაგ-ფურცელს კარგი მაშინ დაგიკითხავთ ორიგინალს Ice Cube ხო 16 Ghetto Wet გეცნობა მაგა ჩემი გზა არქია ჯერ ხო რა და მეორედ ისე გითხარი მე შედეგარი 5 წლის წინ ჩაწერილი ფონოგრამა როცა პატარა ვიყავი არაპროფესიონალურ სტუდიაში წერდი ამ სიმღერებს და ეს სიმღერები არის ჩემთვის ჩაწერილი პირადად და შენ მოგწა ვიღაცა ბაუშმა ხო ეგ სიმღერა გამოგიგზავნა ინტერნეტში მე მოგიტანე შენ ეგ სიმღერა ეს სიმღერა 5 წლის არ არის ჩემო კარგო Ice Cube არ აქვს ეს 5 წლის გეთოვეთი 96 წლის ალბომშია ეხა მე მასწავლი რომელი წლის სიმღერა მოიპარე
რა მოვიპარე, გითხრა ეხლა მასალე რა. მე სიმღერა შენ არ მოგიტარე. არგეშინია შენ სასამართლოში რიგიჩივენ რომ იპარავს აი, სიმღერას. ხეხები მიკაკალეს და მოვიწვის ზარეში. რატო მოიპარეს მისი სიმღერა? შენ რატო მოპარე სიმღერა და რატო შეიტანე რადიოში? ვინ? აბა მითხარი, შენ რატო მოიპარე სიმღერა და შეასრულე? შენ რატო შეიტანე ჩემი სიმღერა რადიოში? მე მგონი დაიწყო მე რომ დავჯდები პრესპრესში, მე დამისვი ეს კითხვა, ეხლა შენ გესგისო. რატო მოვიპარე, ხო გითხრა? 5 წლის წინ, როცა მე ვერთობოდი ჯერ კიდევ ამით და პროფესიონალურად ანუ არაფერს არ ვაკეთებდი. ეს სიმღერა კი არა, მთელი 20 სიმღერა მაქვს ჩაწერილი სხვის ფონოგრამებზე. ეს სიმღერები იყო ჩაწერილი ჩემთვის პირადად. ვერთობოდი მე. აი, რასაც მინდა იმას ჩავწერდა. მე დო სახში. ვიღაც ჩემ ნაცნობს მოეწონა, გადაიწერა, იმან სხვას გადააწერინა, იმან სხვას და მოვიდა შენ რადიომდე ეს სიმღერა. მიხვდი? მიხვდა, ჩვენ ამ ანუ ეს სიმღერა მე უბრალოდ გავერთე და ჩავწერე. რეკლამას ნახავთ და შემდეგ დავუყურებთ. ჩვენ დავბრუნდით ეთერში თოქ-შოუ პრესპრესი, მე შეგახსენებთ რომ ჩვენი დღევანდელი სტუმარია რეპერი ძვალი და გავაგრძელოთ საუბარი ლიზა. ხო, ვაგრძელებ საუბარს, მე შემოქმედებაზე მაქვს ხოლმე აქ საუბარი, უკვე დავადგინეთ რომ თურმე ძვალი იპარავს სიმღერებს, რეპერებს და თავის ტექსტებს ადებს. აი მაგალითიც მოვიყვანეთ Ice Cube-ის 16 Ghetto Wet. ეხლა შემდეგ. ერთი წამი, ეგ მაგ კითხვაზე პასუხი ხო? პარალელურად ნულაპარაკობ. რა აჭიკო ძალიან გთხოვ. გადავიდეთ. დასკვნები გამოგაქვს შენ და არ დასკვნა გამოგაქვს, არასწორი დასკვნები გამოგაქვს. გადავიდეთ თუ არა შენ ტექსტებზე? ტექსტებზე. ტექსტებზე გადავიდეთ, კაი. ტექსტებს ალბათ არ იპარავ შენზე, ხო? ტექსტებსაც არ ვიპარავ და ის არ გადმომიცია მე შენ ტექსტი სიმღერა თქო და შენ რატომ მოპა მე რომ გავერთო ხო? მე მინდა ეხლა და წავალ და ჩავწერ იცი რაღაც აი ნებისმიერ სიმღერას ჩემთვის. სახში კარაოკე რა აქვს? რომელი სიმღერა გაქვს მაშინ შენ დაწერილი? რომელიც შეგიძლია თქვა? რომ გაქვს დარწმუნებული და არავინ არ იცის. ანუ საზოგადოება. სტუდიაში დე. რატო გამიხილავთ ჩვენ ადამიანებს? იმიტომ რომ არ გამოდებას რომელიც სიმღერას არ აქვს გამოშვებული. რატო აბა? ვიცი. ხო არ ვიცი, აზრი. აი თუნდაც ის აი ერთი და იგივე რო არის, არავისგან არ ამოპარული. ჩვენი გაკეთებულია სულ. ვისი ჩვენი? მე და ლევანი. ანუ შენი არა. ჩემიც. შენიც. ხო, ასევე როგორც ჩვენ ერთად ვაკეთებთ. როგორც ის დუეტები და ასე შემდეგ. აღარ მინდა უკვე დუეტებზე საუბარი. ნუ რა ვიცი, რამდენი დუეტი გაქვს ჩაწერილი, ხო? ნინასთან, კაბუსთან და ასე შემდეგ, ხო? დუეტებზეა საუბარი. ჩვენ სიმღერას ვწერ. მე მინდა ვისაუბრო შენ სოლო შემოქმედებაზე. სოლო არის შენ არაფერი რომ მომცემ ამის უფლებას. კანონს გარეთ გაქვს სიმღერა და კი, და ისიც სამი კაცი სიმღერი ვარ. ძალიან კარგი. შემიძლია აი ესეთი რაღაც ტექსტი. კანონს გარეთ ის ტექსტი არ დაიგითხო, თორე შეშთხვები ახლა ზა. რატო? თვითონ ყველაზე მაგარი ტექსტია. ვერ გარებავ, არ გარებავ. ხო, ვერც გავრებავ ნამდვილად. აბა მითხარი, კანონს გარეთ და მითხარი ტექსტი. ეს ის ბევრი პრეტენზია და მე არა. რეპობაზე გარეთ. მე აი შენ ესეთი სიტყვები გაქვს, რომ კანონს გარეთ ცხოვრებო, ხო და არ მაქვს ამის შიში. და ვერ მოვნახე სხვა გზა. ანუ საერთოდ შენი ტექსტები, რაც მე მაქვს მოსმენილი, არის ძალიან უაღრესად აი ესეთი აგრესიული, აი თითქოს ნატანჯი ხარ ცხოვრებით, ძალიან პრობლემური ცხოვრება გაქვს, ცხოვრებაზე დაბოღმილი და ასე შემდეგ. გაქვს თუ არა ეს? რეპი იცი რა არის? არა, ეთი წამი. ლიზა, პრინციპში რაღაცაზე კი. აი აქ სიმღერებიც გაქვს, ქუჩის ბიჭი ვარ, ქურდი ვარ, ფაშისტი ვარ, ნაცისტი ვარ, ხო? ლიზა. აი, იცი რა, შენ არ უსმენს იმას. არ იცი, ხო, მაგრამ ნუ ჩამონათვალია და არ იცი რომელი ვარ? არავინ არ ვარ, უბრალოდ რეპერი ვარ, უბრალოდ, ხო? არა, რეპერი ხარ და ამავე დროს გაქვს ჩამონათვალი, ხო? ქუჩის ბიჭი ვარ, ქურდი ვარ, ფაშისტი ვარ, ნაცისტი, არ იცი, შენ თვითონ შეგიძლია ახლა გარეპო და გაიმეორო. აბა? რა გავრებო? არა, რა თქმაც არა. როგორ მღერი ამ სიმღერაში? აუ, რა უნდა გავიგე. რას მეკითხები? მკითხე რა, რა ვიმღერ, ვიმღერო, ეხლა თუ რა ვქნა. საერთოდ ეს საერთოდ ყოველთვის ამით ამაყობენ, რომ აი ჩვენ რაც გძნობთო, რაც გვაქვსო, რაც გადავიტანეთო, აი იმასო სიმღერებში უბრალოდ გადავწევთ. ესეა თუ არა? კი. ხო, აი შენ გაქვს აი ესეთი შენ აი ცხოვრება გაქვს და ანუ რა. არა, მომისმინე ერთი წამით რა. ანუ შენ ხარ ესეთი გაბრაზებული, გაბოროტებული ადამიანი, რომ წერ ესეთ სიტყვებს, ხო? გაბოროტებული შენ ხარ თუ კაია, მე რატო ვარ გაბოროტებული? არა, გეკითხები. რას მეკითხები? არ ვარ გაბოროტებული, ხო? ვინ გითხო გაბოროტებული? არა, რატო წერ მაშინ აი ამ სიტყვებს? აი რამ გამოიწვია შენში ესეთი აგრესია, რომ შენ დაწერე ეს სიმღერა? მომისმინე, რეპი ხო იცი რა არის? კი. შენ ცხოვრება, შენი ცხოვრებით კმაყოფილი ხარ? ნუ რაღაც სიტყვა, რაღაცით არის, ნაწილობრივ. შენ დღეს საერთოდ მაშინ არ ნაწილობრივ. იმიტომ რომ შენ ვერ გაიგებ ვერასდროს რეპერის აზრს თუნდაც და ვერაფერს. აი ხო ყველა მეკითხები. შეიძლება აჩიკო კონკრეტულ სიმღერაზე მე რომ მეკითხები, ხო ახლა ვისაც ჩემი აზრი, ხო? ვისაც ჩემი აზრის დაგების უნარი არ აქვს, ხო? იმან რა უნდა მკითხოს. ეხლა მომისმინე. არა, ეს მითხრა სხვანაირად ვაზროვნებ, შენ სხვანაირად ვაზროვნებ, ეს სხვანაირად და ეს მეკითხება. აჩიკო, რატო გინდა რომ არავის არ აქვს? აი ეს არის
ცხოვრების აზრით გიგამით, ხო? აი, მე უბრალოდ მინდა შენი ბიოგრაფია გავიხსენო, ხო, რომელიც აქ წერია, რომ მე-7 კლასამდე ხუთოსანი, დადიოდა ცეკვაზე, ისწავლა მუსიკალურ სკოლაში. ეხლა სწავლობს ეკონომიკის ინსტიტუტში საერთაშორისო ეკონომიკა. ბიჭო, რა კაი ბუჩლა ბიჭი ყოფილხარ. რა დროს ფაშისტი, ნაცისტი, ვატყუებ, ხო? უბრალოდ ამას რა ქუჩის ბიჭი, რა? მამას უყურეთ, რალი ხო არ გაკეთე? არა, მაინტერესებს. ეს მეუნები. მე-5 კლასამდე სწავლობდი თქო და მე-5-მდე თქო ხო? მე-5-მდე, მე გახდი ქუჩის ბიჭი და ოროსანი. მე-5 კლასამდე ქუჩის ბიჭი, რას ქვია, აბა? არა, რას ნიშნავს შენი სიმღერა და შენი სიმღერა? მაგ სიმღერაში ტექსტი ისტორია არ გაიგე, მიხდი, მე ქუჩის ბიჭი ვარ, ქურდი ვარ, ფაშისტი ვარო, მაგას კი არ ვამბობ მაგ სიმღერაში. ჩამონათვალია და რომელი ვარ, აქედან არც ერთი არ ვარო. შენ ქუჩის ბიჭი რა არის? რა არის სულისკვეთება შენი სიმღერები? არ ვიცი, ბაჭკო, არ ვიცი. გამოვიცი. რა არის? გამოვიცი. რისი თქვა? დიდი პოზიცი მე უნდა ჩამოვიდე თქვენ საუბარში ძვალის ტექსტები ცოტა გაუგებარი აღმოჩნდა ჩვენი ჟურნალისტებისათვის იქნებ რეკლამა იყოს მათთვის უფრო გასაგები. ეთერშია თოქ-შოუ პრესპრესი, რომელიც დღეს ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, ყველამ აღნიშნა ეს საინტერესო თანაც სახალისო და გადაცემის დასრულებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ დასვას ადამიანმა შეკითხვა, რომელსაც ჯერჯერობით ამის საშუალება არ მისცემია თემო. ღამე მშვიდობის ცოტა მოგვიანებით გესალმებით, მაგრამ არა უშავს. რას წარმოადგენთ ის მითხარით რა? მუსიკალური წამყვანი ჟურნალისტი. ვიტყვი და იცოდე? რადიო ფორტუნა, ჟურნალი ანაბეჭდი. შენ შემოქმედებას ახლა საფუძვლიანად არ ვიცნობ რა, მაგრამ იგივე ახლა ონიქსი ვიცი უფრო. ხო და მე მინდა უბრალოდ აზრი დავაფიქსირო, კითხვას არ დაგისვამ, შეგნებულად. წინა გადაცემა არა, ერთ-ერთი გადაცემა იყო ლექსენი, შავი პრინცი და კაბო იყო. ხო და იქაც ჩემი აზრი დავაფიქსირე რა, ძირითადად აზრებს ვაფიქსირებ ხოლმე. რომ აი რეპი მე თქვი ჩემი აზრით არის ქუჩის მუსიკა, სხვა კულტურა არის და კრიმინალთანაც უნდა იყოს ჟარგონდანაც და რაღაცა ისეთი და პრინციპში ხო მე კომპლიმენტი მინდა რა გითხრა რომ ჩემთვის ხო ეხლა კულტურული გაწონასწორებული ფილოსოფიური და დამრიგებლური ლექსენი უფრო ნაკლებად რეპია ვიდრე აი აგრესიული შენაერი და ცოტა თავხედი ადამიანი რა რეპისთვის შენ კარგი ხარ ეხლა მე ვერ ვიტყვი ეს ლამაზია ურთიერთობა და რაღაცა ესეთი სახის მაგრამ რეპისთვის შენ უფრო მისაღები ხარ რა აი როგორიც ხარ კარგია გიგარი. კარგია. გასაგებია. ბაბა უნდა. აპლოდისმენტებით. დავიღა. შეიძლება კითხვა. იმედი მაქვს რომ არ მცემს ბატონი აგრესიული რეპერი. შენ თვითონ როგორ გონია რა ადგილი გიკავია ქართულ რეპში? ქართულ რეპში? აი შენ თვითონ შენ როგორ ფიქრობ ხო? ხო და მე ახლა რასაც ვაკეთებ მე გონია კი არა მე ჩემ თავში დარწმუნებული ვარ ჯერ აქედან დავიწყოთ და მე ვაკეთებ ყველაფერს მართლა ხუთიანზე ჩემ საქმეს და რაც შეეხება რეპში ხო აი ნამდვილებს ვაკეთებ აი ეს არ მომიდგენია აი რაღაცა ნამდვილ ქართულ რეპს ყველას თავისი მიმართულება არა გასაგები ცხოვრება აქ რა თქმა უნდა მიმართულება იგივე კაბუ იქნება შავი პრინცი იქნება ლექსენი იქნება ბიგთიკო ყველას თავისი მიმართულება აქვს აი შენ რა მიმართულება გაქვს აი მიმაჩნია რომ ლექსოს და მას რა ვქეთ თიკოს რაღაცა ქართული რეპის სკოლა აქვს თითქოს ქართული რეპის სკოლა აი რაღაცა ესეთი აზრი ჩამოყალიბდა როდესაც ისინი ყვავდნენ აქ ჩვენ თითქოს რაღაცა ახალი თქვენ ქართული თქვენ ანუ რეპ მიმართულებით გაქვს საუბარი მიმართულებებზია ლაპარაკი ხო შეიძლება არასდროს რა ხდება ეხლა საერთოდ თუნდაც ამიტომ რეპერისგან მაინტერესებს ვიღაცა მითხრა მე არ მიყურებია ესეთი გადაცემა იყო რომ ლექსოს ეკითხებოდნენ რა ეწევიო იკეთებო თუ არ ეწევიო არ იკეთები არაღით არ დადიხარ ნასროპალი ახლა რა ის რეპერი ხარო და ეს ადრე იყო ერთი წლის წინ ხო და მე მინდა აქ თქვა იქ რა რეპერები ვინც არიან რეპერები ხო ამერიკაში იქ თავისი ცხოვრება აქვს რა აქ ვინც არიან ამათ თავისი ცხოვრება აქვს ანუ რეპი არ არის მარტო ის რომ მე იქ რომ ვიღაცა სნუპი ხო რაღაცას აკეთებს კაი დაანებეთ რა გაგძელ მიკროფონი მეათხოვეთ ან ამექენ იქ სნუპი რო არის რა ის სნუპი რაღაცას რო აკეთებს და თუნდაც ეხა არ ვიტყვი რა ფილმებს იღებს რაღაც ფილმებს რო იღებს ხო კაი დავანებოთ ხო და რეპერი როა და იქ კიდე რაღაცებს რო აკეთებს იმას თავისი ცხოვრება აქვს აუცილებელი არ არის მე რახან საქართველოში ვარ რეპერი გავაკეთო იგივე რასაც აკეთებს სნუპი იმას მოსწონს ის და იმიტომ აკეთებს კი ბატონო ყველა რეპერს თავისი ცხოვრება აქვს და
რას უნდა ის უნდა გააკეთოს რა თავისუფლებაა პირველ რიგში. ხო და რა ქვია მეთქი ამში რაღაც შეიძლება სახელი დავარქვა არ შეიძლება. აი უბრალოდ აი რეპერი ვარ რა და ვაკეთებ რეალს. გასაგებია და კიდე ერთი კითხვა მე როგორც გავიგე რუსულ მასე ალბომზე მუშაობ და მოსკოვში აპირებ წასვლას. ხო და ის რა განზრახვა რა სურვილია. ხო. უბრალოდ შეგვიძლია რა რაღაც დონეზე კარგი ჩემთვის კარგი რიში იმედიც მაქვს ის გავაკეთოთ რუსულ ენაზე. ნუ არის შანსი ამისი ყველანაირი მზად არის უკვე თითქმის ალბომი ჩასაწერია მარტო ხმა არის დასადები და ატომაც აი ესეთ სურვილი გამიჩნდა რომ გადავხედე ამ გეგმებს ჩემსაც და ჩემი მეგობრები ორი მეგობარი მყავს ვისთანაც ერთად ვაკეთებ ამ ალბომს და არის ისეთი სიმღერები რომ დღესდღეობით რუსეთში რა სიმღერებიც კეთდება არც ერთ არ ჩამოუვარდება. მიგიღებს რუსული ბაზარი. კი, მქონდა შემოთავაზება. ვისგან მქონდა შემოთავაზება? ივან ვასილიჩ კიდე ვიღაცას გეტყვი გროზნოს რა არა რომელიმე კლუბისგან მქონდა თუ როგორ? კი, კლუბის უფროსისგან. რა ცინიზმით ახარ განწყობილი? არაფერი, რაში გაინტერესებს ის? არა, მაინტერესებს ჩემი პროფესია. არ გეცოდინება, ესეთი არ არის, ხა ისეთი რომ ეხა როგორ ჩემი მობილი რეკორდ კომპანიიდან არ მქონდა გონდა. არ შენ არ მე მინდა, არა, მომისმინე ალბომის გამოშვება სხვა ვარიანტში მინდა, იქ მინდა იქ ჩავდივარ. მე უნდა ჩემით გამოვუშვა, ანუ მე უნდა ვირბინო ამ სტუდიებში. ალბომის გამოშვებაზე არ მქონია იქ ლაპარაკი. კონცერტები ხო და კონცერტებზე იყო, ოღონდ ქართული სიმღერები უნდათ იქ. რუსული რო უთხარით, რომ რუსულიც გვაქვს, რუსული ჯერ არ გვინდაო, ქართული გვინდაო. ანუ იქ ქართულად გარება? კი. აჰა, კარგი. შესაძლებელია. კიდე მაგ შეკითხვა, იმედია ჩემი ხმის ტემბრი არ გაღიზიანებს, ხო? არა, ცოტა გაციებული ხარ. ხო. კაჩი, კაჩიკუნა. კიდე ესე მოგმართ. შელახია და ვინახარ. ნაცია, ხო, აი. ისე კარგია. ისე ჩაერთვენ ჟურნალისტები ისე შეტევაზე გადმოხვედი რომ სახელის დამოყრი გვარის და საერთოდ რა გინდა ვიხარი შენ. ნაცია დგებუაძე რადიო სანეტი. რადიო სანეტი? კი. ხო, ჩვენ ერთად ვართ. რა? ერთად ვართ მედალი. კაი, რა მაინტერესებს იცი? იმიტომ მოდით რა პაჯიშკა. პაჯიშკას მე ყველას. კაი, ცოტა დრო გვაქვს და იცი რა მე აქ ძალიან ბევრჯერ ვახსენეთ კაბუ და მე ვიცი რომ კაბუ ძალიან დაგეხმარა, ხო? რატომ ხაც არაზოს ამას არ ამბობდა, რატომ? რატომ როდის ვიცი რა? მე თქვენ შორის რაღაც კონფლიქტის იყო, ხო? ვის შორის? მე უბრალოდ გეკითხები, შენ მიპასუხო. ან კი ან არა. არ არის საჭირო ჩხუბი იქ რაღაცები იქ. არა, ხო? არა, იყო იგიც ლაპარაკები, მეც მომივიდა ეხლა ჩხუბებს და ხო. არაფერი ჩხუბი ჩვენს შორის არ მოხდა და რა არის იცით ეხლა დავეხმარა რომ ანუ რატო არ უნდა დავხმო ჩვენ ვართ მეგობრები რა ყველა ვინც ვართ რა ჩვენი საძმაკაცო ესე ვთქვათ რა და ჩვენ ყველა ვეხმარებით ერთმანეთს კარგი რეპერებზეა ლაპარაკი? არა მე პირადად ჩემს სამეგობროს ვამობ და საძმაკაცოს და რატო უნდა გავეხმარო მე რო კაბუ რაღაცაში დამეხმაროს რატო არის გასაკვირი ან მე რო კაბუს დავეხმარო მეც ბევრ ამაში დავხმარებ არა მაგრამ ხო შეიძლება თქვა რაღაცა ახლა ძალიან ჯიგარია კაბუ რაღაცა დამეხმარა და არა ხა შენ რობინმეს უკითხია და არ მიცია აი მე გეკითხები და მე არ ვამბობ დამეხმარა რა თქვია მეხმარება დღესაც და მეც ვეხმარები და ყველას ვეხმარები ჩემს ძმაკაცებს და ჩვენ სამეგობროში ყველა ერთმანეთს ვეხმარებით რა ეს უბრალოდ კაი ადამიანობის პონტია და მეგობრობის დუეტი მეგობრობიდან? თუმა დუეტის მეგობრობა. არა, ჩვენ სანამ დუეტი ქონდა, ჩვენ ერთი დუეტი არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ერთი 4 დუეტი. ნუ ერთი გაქვთ ისე ხო რა? ერთი რომელ დუეტზე მე? თქვენ დუეტზე რაღაც. რომელი დუეტი? რადიოშიაც არის? ხო, სახელები მე არ მახსოვს, შენი სიმღერები სამწუხარო. რომი, ხო, მეორეც ამოვიდა რადიოში. არა, ჩვენ ბევრი დუეტი, ჩვენ როგორ? სტუდიაში აი ესე რომ ზივართ. ხო, აი შევდივართ უცბად, კაბინას გამოვაღებთ, როცა არ გვეზარება. შევდივართ და მოდი აი სიმღერა ჩავწეროთ რა. რომელი ამოვარჩევ და შევდივართ და წერთ. ჩვენი სიმღერა იწერება ერთ საღამოში და ერთ საღამოვიშივე კეთდება. ანუ ძალიან ბევრი დუეტი გვაქვს. გამოსული არა ეს, ერთი 5 დუეტი მაინც გვაქვს. ეს შენ რაღაც სიმღერებს წერ და მე არ ვიშვებ, ხო? რატო? ხო, აი ეს მე მიყვარს ეს საქმე და ვაკეთებ ჩემს საქმეს და როცა საჭირო ჩავთვლი რომ გამოუშვებ, მაშინ გამოსაშენებელი. მე ასე კაცო გეთქვა ადამიანურად, რას დამახტი თავიდან, რას მერჩად. აი კიდე რა მაინტერესებს? აი ეს ამბიცია არ გიშლის ხელს აი ეს. აი სულ არა. კიდე სულ, კაცო, ამბიცია ხელს და გავახსენოთ, სწორედ ძალიან დიდი დრო გვაქვს. აი შენ ციკნები გაციებული და მე მევიკაი. ნათია, მიკროფონი გადაიშვე. მე გაციებული არ მე მაინტერესებს აი რეპერების საძმო, აი ვინ არიან ეს რეპერები? ნუ ჩემი საძმო არის რა ცხოვრები ჯარისკაცები არიან, ჩემი კავანდა ვინც ვიყავით ჩვენ ერთად. აი შეგიძლია ჩამოთვალო უბრალოდ მე კითხვა მაქვს ვინ? არის კერცი, გრაფია, რომელიც ეხა ჯერჯერობით ამა თუ იმ მიზეზების გამო. აი ესენი თუ არიან უკაცრავად ღამურა, ამიკო, აი ესენი თუ არიან. არა, ესენი ჩემი მეგობრები არიან კი, ყველა ეს რეპერი და ყველასთან მეგობრო, მაგრამ საერთოდ როგორ თვლი შენ რეპერები უნდა იყვნენ, ხო, ერთმანეთში რაღაცნაირად აი ზმურად და ისე. რატო? კი. აი მითხარი შენ ესეთი რამ 14 თებერვალს შენ თუ გამოდიოდი სპორტის სასახლეში რეპერები გორო გამოდიოდნენ? მე არ მაქვს კი.
კი, ხო? თვალი იყო თუ არა? ეხა რო იყო? 14-ს ვალენტინობას, ხო. აი ერთი წამი. აი ესეთი შეკითხვა მაქვს საჩიკო. თვალი მაგარია. იმუდეს დაჭრეს ამიკო. ხო, მე არ ვიყავი. კი, ვიცი. აი მე ესეთი რაღაცა მაინტერესებს. თვალი ამ გადაცემას ესე დაიმახსოვრეთ ეს რომელი გადაცემა იყო ფხიზელი რო ვიყავ მისულიო. აი და რომელი დაჭრეს რა? ამ კონცერტზე გამოდიოდნენ რეპერები, რომლებიც ერთმანეთს სიყვარულს ეფიცებიან, ძმობას და ასე შემდეგ, რომ ჩვენ მაგრები ვართ, ჩვენ ესეთები ვართ. გამოვიდა ამიკო კონცერტის შემდეგ მეგობართან ერთად და ორმა უცნობმა დაჭრა სასტიკად, ანუ ის იწვა ერთი თვე ავადმყოფოში და ეს მე გავიგე შემთხვევით დავრეკე დაველაპარაკე, მაგრამ არანაირი რეაქცია რეპერებისგან ამას ამ ამბავს არ მოყვა. რანაირი მეგობრები ხართ, რანაირი საძმო ხართ. თუ თქვენი მეგობარი დაჭრეს, თან დაჭრეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყო რეპერი. ანუ იმას ვთქვი, შენ რატ გაქვს დაწტოლით მე და რაღაცა ინფორმაცია გაქვს აქ. მე მაქვს ეს ინფორმაცია ამიკოსგან. ამიკომ გითხრა ეგეთი რამე? მე ამიკომ მითხრა, რომ აი ესე მოხდა და მე ვთქვი, მე ვკითხე. ამიკო ამას მოყვა რამე რეაქცია და არაო და მე ვთქვი, რატო არ გააკეთეთ? ან ერთობლივი განცხადება. ან მე არ წარმომიდგენია, რომ გასცი რამ. მომხდარიყო. ჩვენ აქ სხვა რაღაცაზეა ლაპარაკი. ყველას ხოლმე დამთავრებინო რას ამბობ. აქ რეპი, ყველა მეგობრობს ერთმანეთთან, ყველა კარგად ვართ. მაგრამ ყველას აქვს თავის საძმაკაცო. მიხვდი? ჩვენი აი ცხოვრების ჯარისკაცები, კაბუს ჩვენთან საძმო, ჩვენი საძმაკაცო წევრია და არის კიდე. არიან, რომელიც არ არიან ერთნობილები და მალე იქნებიან. ანუ ყველა მეგობრობს. ახლა ამიკო რომ გვენახა ჩვენ სადმე ქუჩაში, ვინმე ცემდა, ხო? მაგალითად. ჩვენ იმას დავეხმარებოდით. აქედან გამომდინარე. ანუ თქვენ მეგობარს, ანუ რეპერს, ხო, მიაყენეს ესეთი სერიოზული. და თვითონაც არ იცის, ხო, ეგ ვინ დაჭრა და ვინ გააკეთა. არ ვიცი, შეიძლება იცის და არ ვიცი, ჩემთვის ნამდვილად არ ვიცი. არასორი ინფორმაცია. ეგ კონცერტიც არ მოხარ, ეგ. ლუკა იცით რა, შეიძლება მესამე არ ვინდა. მე მაინტერესებს, თუ თქვენ მე ბიჭო, ეს დიაი აგენტი კი არა, რამე მე. მოუსმინეთ რა ერთმანეთს. თუ თქვენ ხართ რეპერები, ერთი ტიპის საძმო. რატო არავინ არ ამოიღო ხმარო? ხალხნო, ჩვენ რაღაცას ჩვენ კლავენ. აი ჩვენ კლავენ. მოუხედე ეს თვითონ მე რატო არ ვწრია? ესე იგი, შენც რო დაგვრიდონ, ალბათ არ არა მე გეუბნები. იქნება ეს რამე სუბიექტური ფაქტორი იყო. კონცერტიდან გამოვიდა და ხო, შენ არასწორი ინფორმაცია გაქვს. მეორეც მომისმინე, მე ვის დახმარებას არ მწყობს, ხო მე იმას არ ვეხმარები. გასაგებია? აი ეს არის მათი ძმაკაცობა. არ არის მათი ძმაკაცობა, მიხვდი? მე ამიტომ მოდი ამ თემიდან გადავნესოთ შემოქმედებაზე, რა ხატია, შემოქმედებაზე მინდა ვკითხო. შემოქმედებაზე შეიძლება კითხო, გასაგებია ყველა. ეს მეკითხება, კი. აი ესეთი სიმღერა გაქვს, არ ვიცი, გამეკეცით არის სახელწოდება, ხო? და შენ აქ წერ რა, რომ ესე იგი პაპსავიკებს მიუჯექით გვერდით და თქვენ ხო რა რეპერები არ ახართ და გამეკეცით არ აქცევათ ტყვია და ასე. ნუ მუქარა და აგრესია. ვის ემუქრები? ჰა? ვის ემუქრები? ვინ არიან ეს რეპერები? ყველა თავისთავად, ვისაც ვინც მიიღებს, ხო? ყველა მიხვდება თავისთავად. ვინ არიან ეს რეპერები? ვინ არ თქვა? არ ვიტყვი. რატო? აი ეგრე. გეშინია? შენ მაგარი ბიჭი ხარ. რა მომდის? ხო, გვეუზრდელები, ხო? რა მომდის? ხო, გვეუზრდელები, ხო, გეშინია. ვისი მეშინია? აი თუნდაც რითი მეშინია გამომჩენლების შემდეგ. აი მაგრამ მე იზურებული გავხდები რომ და გადაცემა ახლა მომისმინე ლიზა. გერჩი. თუ კითხვა გაქვს, კითხვა დაშე და ურთიერთობების გაგონებთ. ვის ემუქრება ამ სიმღერას? კითხვა კონკრეტულად არავის. კონკრეტულად არავის ხო? როგორ კონკრეტულად არავის. ჩემში ბევრი იწვევს ზისკს. ვინ იწვევს შენში? ბევრი კონკრეტულად არავის. რატო არა გქონდა კონკრეტულად? თუ შენ ხარ ეგეთი მაგარი. ეგეთი მომისმინე ერთი წამი. შენ იცი, ეგ სიმღერაც რო 5 წლის წინ დაწერილია? შენ რაღაც არ მაინტერესებს რა ეს პიროვნება. აუ მე ხო გიძები ამას შეხედეთ რეზვად რო. ხატია და რაღაც 5 წლის წინ ჩაწერილი სიმღერები მოაქვს აქ რადიოში. კონტრაბანდისტია უყურე შეგვაგეთ. აჩიკო შენ აღნიშნე ცოტა ხნის წინ საუბარში რომ მეხმარებიო კაბუსო და კაბუს მეხმარება მეო. ნუ გასაგებია რომ კაბუ შენ გეხმარება და ნუ შედეგით სახეზეა უფრო პოპულარული გახდი ამ დახმარების შედეგად და აი შენი დახმარება რა შეჭirdება კაბუსა ეს მაინტერესებს. რა შეხმარები ანუ ხო შემოქმედებაში ხა მე შენ კაბუს რა შეეხმარები და ხო შემოქმედებაში ყავაზე თუ პატეჟებსად მე ეს არ მაინტერესებს. მე აი ნუ ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით ყველაფერში მაგალითად ახლა ტექსტს ვაკეთებთ ხო თავშოთ კაბუს არ ცალია რაღაცას მე უკეთებ როცა ანუ კაბუ შენ ტექსტებზე მღერის შენ ტექსტებზე რაღაცეებზე კი
ანუ კაბუს აქვს რომელიმე სიმღერა რომელიც ჩემი ტექსტით არის? რომ მე ვიცი რომ ჩემ სიმღერებში კი ჩემი სიმღერები რაც არის, თუ ჩემი ტექსტებია. რომ მე ვიცი რომ კაბუ მარტო თავის ტექსტებს. მარტო თავისებს რატომ ვერის, იცი? რატომ ვერის მარტო თავისებს? საერთოდ რეპერი. თვალსაჩინო ფაქტია რომ ძვალის გაკეთებულ ფონოგრამაზე უმღერია, ხო? ჩემ ტექსტებს ჩემთან ფონოგრამას კოტენონიკოვიც აკეთებს, მაგრამ ტექსტებს არ წერს, ხო? ხო და მომიძახ ჩემ სიმღერა როცა არის, ხო? დავუშვით მე გავაკეთე სიმღერას, მიუტანი კაბუს. არა, მე არ გულისხმობ თქვენ დუეტს. კიდე თუ აქვს კაბუს რომელიმე სიმღერა, თუნდაც გაიღიმეთ ხალხნო, თუნდაც ნინასთან დუეტი, თუნდაც ლელასთან დუეტი. აი დაიღალა კაბუ, ჰეროინითობს, არის რომელიმე შენი ტექსტი, ეს მაინტერესებს. არა, ეგ არა. ანუ ყველა მისი ტექსტი. კი, არა, ეს თავის ეხლა შენ არ თიძე, რაღაცები არის ჩაწერილი რა. არა, მე გეუბნები რაც პოპულარულია და რაც მეც უნდა. არა, პოპულარულია ჯერ არა ის. აი ეს მე ანუ შენ იმას აღიარებ, რომ კაბუ ძალიან გეხმარება იმაში, რომ ჩვენ დღეს გიცნობთ და რაღაცა ტექნიკა. კი, აბა ფონოგრამაც არ ყოფილა შენი. რა? ფონოგრამაც არ. ფონოგრამა ის ჰეროინითოსაა ჩემი მაგეთთან. გასაგებია. ანუ პრინციპში დახმარება მაინც ყოფილა. ხო. ნუ ერთმანეთს ჩვენ მეგობრები ვართ, რა პონჩა უნდა დავეხმაროთ უცხოები კი არა. არა, მე უბრალოდ შედეგობრივად ეხა მე ვგრძნობ, ალბათ არ მიწყენ და არ მეჩხუბები. მე მართლა კეთილგანწყობილი ვარ შენდამი, თუმცა შემიძლია თქვა რომ დღევანდელი საღამოს მე ლექსელის მართლა ფანი გავხდი. ხო, წინა პრესებიდან გამომდინარე, მაგრამ მე სხვა რაღაცას გეკითხები. აი ამ შემთხვევაში, ხო, კაბუს დახმარება უფრო გჭირდება შენ ეხლა. შემოქმედებითად გულისხმობ, რომ აი როგორც ვთქვათ, ლექსოს პროექტია თიკო და გახდა პოპულარული ისე. არა, ეგრე ნამდვილად არ მჭირდება, მინდა გითხრა. ანუ არ არის შენი რაღაც აი პროდიუსერივით კაბუა, თუნდაც არა, ხო? კარგი, მადლობა. ეგრე არაა პროდიუსერი. გასაგებია, ჩვენ გადაცემას ნელ-ნელა დასასრულს მივახლოვდა. მე მგონი დღეს ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, საკმაოდ ხმაურიანი დიალოგიც, ეს ალბათ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დაახსოვდება ორივე მხარეს. ისე დაიღალნენ ჟურნალისტები დაგმობულების ხედან. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა თქვენ ჟურნალისტებო ამ ბრძოლისათვის. დიდი მადლობა ძვალს სტუდიაში მოსვლისთვის და ასეთ თავგამოდებული თავდაცვისთვის თუ პირიქით შეტევისთვის. დიდი მადლობა მაყურებლებს. ეთერში იყო თოქ-შოუ პრესი. ჩვენი დღევანდელი სტუმარი იყო რეპერი ძვალი. მე კი გემშვიდობებით მომავალ შაბათამდე, მომავალ პრესამდე. კარგად.